საღამოშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. პოლიტიკური შეთქმულება თუ შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა ფარული ვიდეო ჩანაწერების ორდღიან სერიას შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალებთან და არაპოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლით ხსნის. თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელისუფლებას ტერორსა და მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. რამასალების გამოქვეყნებას აპირებენ უახლოეს მომავალში სამართალდამცავი სტრუქტურები. აისახება თუ არა ეს ვითარება ოპოზიციის სააპრილო გეგმებზე და არის თუ არა დღეს რეალური 2 ათეული წლის წინანდელი მოვლენების განმეორების შესაძლებლობა. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთა თუ ოპოზიციის დისკრედიტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ვიდეო ჩანაწერები და პოლიტიკური პარტიების განსხვავებული შეფასებები. მეთოდები ხელისუფლებას დაუძველდა, როცა მე პროვოკაციაზე ვსაუბრობდი სწორედ ასეთი ტიპის პროვოკაციებზე. მონტაჟს თავისი რესურსი აქვს, რა შეიძლება დაამონტაჟო, რა შეიძლება ამოჭრა, რა შეიძლება მიაკერო. შეუძლებელია ამას ამ ადამიანების მიმართ რაიმე ტიპის გამართლების განწყობა გქონდეს ვინმეს. მე მინდა გავემიჯნო ძალადობას, ქვეყანამ კიდევ ერთხელ არ უნდა გაიაროს ის მოვლენები, რომელ მოვლენებსაც ადგილი ჰქონდა 1991-92 წლების მიჯნაზე. ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის რადიკალური პოლიტიკური პარტია, ასეთი ტიპის ადამიანებს უნდა გაემიჯნოს. და ამ ქვეყანას მე იმედი მაქვს, ჩვენ და ოპოზიცია ერთად არ დავაქცევინებთ ასეთი ტიპის ადამიანებს. არსებობს თუ არა სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება. სამოქალაქო სექტორი პოლიტიკოსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რომელი იარაღზე და რაზე ლაპარაკი რა დაპირისპირებაზე. არაფერს იყო შეიძლება. ეს უნდა ქართველები ვეყო რა. თითოეული ჩვენთაგანის პასუხისგებლობა ყველა იმ ადამიანის, ვინც 9 აპრილს აპირებს თავის პოზიციის გამოხატვას, რომ შეიძლება გახდნენ უნებლიეთ იარაღი იმათ ხელში, ვისაც აი კლასიკურად სამშობლოს მოღალატეები ჰქვია. კიდევ ერთხელ მოხდა ასეთი დაპირისპირება, საქართველოს მართლაც გადაიქცევა ტერიტორიად და არა ქვეყანად, რომელიც ნებებს და გულისწყმას აყოლილი ხალხითაა დასახლებული. ფარული ჩანაწერები და პოლიტიკური დიალოგის რესურსი. რამდენიმე წუთში ნინო ბურჯანაძე, დავით საყვარელიძე, ქეთევან იგნატოვა, ქეთინე მსაძე პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სტუმარი გახლავთ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე. საღამოშვიდობის ქალბატონო ნინო. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ქალბატონო ნინო, 2 დღის განმავლობაში გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერებით იკვეთება თუ არა, რომ ქვეყანაში მართლაც იყო მცდელობა მოწყობილიყო სახელმწიფო გადატრიალება? პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ვიდეო მასალით ეს ნამდვილად არ იკვეთება და ვერც გამოიკვეთება. ყოველ შემთხვევაში ეს დადასტურდება ნებისმიერი ადამიანის მიერ, ვისაც რაიმე შეხებაოდეს მე ჰქონია გამოძიებასთან, ამტკიცებულებებთან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ ამ შემთხვევაში, როგორც იურისტმა, რომ არც ერთი სასამართლო კვალიფიკაციას არ მისცემს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა იმ მონაცემებზე, ან იმ კადრებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ და ჩვენმა საზოგადოებამ ვიხილეთ. და ალბათ ისიც შემთხვევითი არ არის, რომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 3 ადამიანს, იმ მათ შორის მათაც ვიზეც იყო საუბარი სატელევიზიო ჩანაწერებში და მათ წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ იარაღის უკანონო შეძენის და შენახვის ბრალდებით და არასახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. ერთი რამ თავიდანვე მინდა გითხრათ, არა მხოლოდ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, დემოკრატიულმა მოძრაობამ ერთიანი საქართველო, არამედ ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ არაერთხელ დაბეჯითებით და ხაზგასმით განაცხადა, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური გზით, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური ჩარჩოებით, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად ვაპირებთ 9 აპრილის აქციის ჩატარებას და ვაპირებთ, რომ მხოლოდ ამ გზით მივახციოთ პრეზიდენტის გადადგომას. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ეს არის პრინციპული პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენ პატივს ვცემთ კონსტიტუციას და რაც მთავარია, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული სტაბილურობის, შენარჩუნების აუცილებლობის. მე ისევ დავუბრუნდები იმ თემას, რითიც დავიწყეთ საუბარი. არა მხოლოდ თქვენი პარტიის აქტივისტების დაკავების, არამედ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების შინაარსის მოსმენის შემდეგაც გამორიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ მართლა შეიძლება არსებობდნენ ჯგუფები, კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ამ მიზნით ცდილობდნენ იარაღის შესყიდვას. ამ ქვეყანაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა დღევანდელი ჩანაწერები პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ სევდანარევი
ღიმილს იწვევს და სხვას არაფერს. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ყველა ჩანაწერი უნდა ძალიან სერიოზულად იქნეს შესწავლილი. ჩვენ მაგალითად ვაწარმოებთ ჩვენს თავადად გამოძიებას და ბუნებრივია ალბათ ექსპერტიზა ჩაუტარდება ყველა ამ კადრებს არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად არის კითხვებზე გასაცემი პასუხი, როდის იყო ეს კადრები ჩაწერილი, სად, რა ვითარებაში, როგორ მოხდა ამ კადრების ჩაწერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ნამდვილად შემიძლია განვაცხადო, რომ თუ დადასტურდება რომელიმე ადამიანის ბრალეულობა, თუნდაც იარაღის უკანონო შეძენაში, აღარაფერს რო პარაკობს სხვა რამეზე, უფრო სერიოზულ დანაშაულზე, ნებისმიერმა ამ ადამიანმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოს ის. და ნამდვილად გარწმუნებთ, რომ ჩვენ არც ერთ ჩვენი პარტიის წევრს გულწრფელად შემოსულს პარტიაში თუ შესაბამისი ორგანოების დახმარებით შემოსულს, ნამდვილად არ დავაფარებთ ხელს, თუ ისინი რომელიმე დანაშაულში იქნებიან ეჭვმიტანილები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც იარაღის უკანონო შესწავლის დაკავებულები, შემოგზავნილები არიან. არა, მე ვერც ერთ მათგანზე დაბეჯითებით, ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ ვიტყვი, ამიტომ გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს. მე ნამდვილად არ ვაპირებ, ესე ვთქვათ, ხელის აკვრას ჩემი პარტიის წევრებზე, მით უმეტეს რაიმე დადასტურებული ბრალდების არარსებობის შემთხვევაში, თუმცა გამორიცხვა ცალკეულ შემთხვევაში არაფრის არ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ, როგორი სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, სერიოზული ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხა სერიოზულს ვერ დაარქმევ ნამდვილად ამ ჩანაწერებს და ეს ჩვენი შესაბამისი ორგანოების პროფესიონალობაზე მეტყოლებს, მაგრამ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ პროვოკაციები სერიოზულ ქალბატონია. ეს ჩანაწერები არ არის. ამ ჩანაწერების პროფესიონალიზმს როგორ არის საუბრიშინაარს. თუნდაც ის რომ ჩანს ამ კადრებში იარაღის, ჩანს ისმის რაზე საუბრობენ ეს ადამიანები. გასაგებია რომ ეს ვერ გამოდგება მტკიცებულებად მით უმეტეს ამ ეტაპზე, მაგრამ თქვენ თავად რას გეუბნებათ ეს შინაარს და ის კადრები? ამ კადრებში ჩანან ეს ადამიანები გარკვევით ისმის მათი საუბარი და კარგად ჩანს იარაღიც. არაფერს კონკრეტულს ჯერჯერობით მე ეს კადრები ნამდვილად არ მეუბნება, მით უმეტეს რაიმენაირ კავშირზე პოლიტიკურ პარტიასთან ან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. სხვათა შორის თქვენ სწორად მიაქციეთ ყურადღება ძალიან დიდი რაოდენობით იარაღს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ იარაღით ვაჭრობენ და მათი სახეები არ ჩანს, ეს რა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, როგორც ჩანს სპეციალურად შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს იარაღის ყიდვას თავაზობს. ეს ცალკე დანაშაულია და ამაზე ალბათ ცალკე მსჯელობის საგანი იქნება ეს აუცილებლად მომავალში, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს ასეთი ორგანიზაციის შექმნის უფლება, იმიტომ რომ ეს თავისთავად იარაღის, ესე ვთქვათ, დასაწყობება და იარაღის შეთავაზება და გაყიდვა, ეს თავისთავად დანაშაულია და შესაბამის კანონში ასეთი უფლების შესახებ არაფერი არ წერია. ხა დეტალებზე მე არ ვილაპარაკებ. სხვაგვარად რომ განხორციელებული იყო ეს უფლება, სხვა რამეა, მაგრამ ეს აშკარად კანონდარღვევით არის გაკეთებული. ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუნდაც ამ კანონდარღვევის შემთხვევაში თუ დადასტურდება ვინმეს ბრალეულობა, ნებისმიერმა ასეთმა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ერთი რამ არის აბსოლუტურად ცხადი. ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება აშკარად ცდილობდა საერთოდ პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციის, ესე ვთქვათ, ერთი ნაწილის გარადიკალიზაციას და მიაქციეთ ყურადღება თქვენ ყველგან მოისმენთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. რატომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი? სრულიად ოპოზიციური სპექტრი ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. სრულიად ოპოზიციური სპექტრი, გარდა ეგრეთ წოდებული საპარლამენტო ოპოზიციისა, ითხოვს 9 აპრილის აქციების წარმატებით საპარლამენტო ოპოზიცია მთლიანად ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, მაგრამ მე არ გამიგონია. არა, უკაცრავად რა, მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, მე არ გამიგონია. დიახ, უკაცრავად. მაგრამ მეთოდები მათ რადიკალური არის განსხვავება მოთხოვნების ფორმასა და დაგეთანხმებით, ყველა აბსოლუტურად ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას. ყველა უერთდება 9 აპრილის აქციას. მითხარით, რომელი პარტია არ უერთდება? ასეთი პარტია არ არსებობს. ყველა უერთდება, მაგრამ როდესაც ითქვა თავდაპირველად 9 აპრილი, გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ამ მიზნის მისაღწევად აირჩიეს განსხვავებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადასტურებენ, რომ მზად არიან 9 აპრილს მივიდნენ აქციაზე. არა, მაშინ არჩეული იქნა ეს გზა, როდესაც ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტმა ყურად არ იყო, როგორც მოსალოდნელი იყო მათი წინადადება და დაინახეს, რომ ეს გზა არ არის გამოსავალი, ისინიც შეუერთდნენ 9 აპრილის მოთხოვნას, ისევე როგორც შეუერთით ნებისმიერი ჩვენგანი. ასე რომ ხელისუფლების ეს მცდელობა, რომ ეს ცალკე ნაწილი იყოს რადიკალური და ცალკე არარადიკალური არ გამოვა, დღეს ქვეყანაში არის ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების უუნარობის, არაადეკვატურობის და უგუნურობის გამო მთელი სპექტრი რადიკალურია, რადგან ვითხოვთ 9 აპრილს და ვითხოვთ დავარქვათ თუ გნებავთ პირობითად რადიკალური ვითხოვთ გადაყენებას პრეზიდენტისას და 9 აპრილს და არის მეორე ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც კაცმა არ იცის რას ითხოვს. ეხლა მეორე ნაწილი, რაც ასევე მინდა მოგახსენოთ, გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ბოლო პერიოდის განმავლობაში
აქტიურად ცდილობდა საზოგადოების მომზადებას იმისათვის, რომ იქნება რაღაც შეიარაღებული ფორმირებები, რომ ფული შემოდის, ესე ვთქვათ, კონკრეტული რუსული წყაროებიდან, რომ ეს არის რუსული სცენარი და სახელმწიფოს საწინააღმდეგო ინტერესები. ამისთვის მომზადება ხელისუფლების მხრიდან მთელი თვეების განმავლობაში მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის მხრიდანაც მიმდინარეობდა საზოგადოების ასე თუ ისე შემზადება, იმიტომ რომ ყოველთვის ამბობდა ოპოზიცია, რომ ხელისუფლებისგან არის მოსალოდნელი პროვოკაციები, მოსალოდნელია ზეწოლა ან დაპატიმრებები ოპოზიციის ლიდერების. და რამე არ გამართლდა. ჩვენ ვიცით ეს ხელისუფლება როგორ მოქმედებს და მე ვიცი ეს ხელისუფლება როგორ მოქმედებს. შიგნიდანაც ვიცოდი როგორ მოქმედებდა მეტნაკლებად, თუმცა ყველაფერი ნამდვილად არ იყო ჩემთვის ცნობილი და ეხლა უკვე ოპოზიციის მხრიდანაც ძალიან კარგად ხედავ. რომ ოპოზიციის ლიდერებზე შეიძლება გამოქვეყნეს მსგავსი მასალები. არ არის გამორიცხული, იცით, ახლა მე სულ არ გამიკვირდება ადამიანების მოსყიდვა შეიძლება, მაგრამ ყველას ვერ მოისყიდა ვერც ერთ შემთხვევაში. მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია ან დააშინოს ადამიანები, ან მოისყიდოს რაღაცა ნაწილი ადამიანებისა და სულაც არ გამიკვირდება, რომ ჩემზე ან ოპოზიციის ნებისმიერ სხვა ლიდერზე სრულიად აბსურდული ბრალდებები იქნეს, ასე ვთქვათ, გახმოვანებული ხელისუფლების მხრიდან. უბრალოდ ხელისუფლების პრობლემა იმაშია, რომ ამ ბრალდებებს დადასტურება დაჭირდება, რაც მათ ალბათ ძალიან გაუჭირდებათ და ძალიან რთული იქნება მათთვის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აუცილებლად გაერკვევა ვინ არის. ხელისუფლება ცდილობს, რომ ოპოზიციას დააბრალოს პროვოკაციის მცდელობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმეს ინტერესში შედის პროვოკაცია, თუ ვინმეს ინტერესში შედის შეიარაღებული რაღაც დაპირისპირება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ოპოზიციის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ის, რომ ერთი ტყვია თუნდაც გავარდეს 9 აპრილს და შემდეგ ხელისუფლებას მიეცეს ლეგიტიმური საფუძველი იმისი, სამართლიანი კანონიერი საფუძველი იმისა, რომ გამოიყენოს უმკაცრესი ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ და ჩაახშოს დაუშვათ 9 აპრილის აქცია. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში შედის. და როცა მე პროვოკაციებზე ვსაუბრობდი, მე რა თქმა უნდა არ მაქვს ხედველობაში ის, რომ აუცილებლად ახლა ან ვანო მერაბიშვილი ან ბაჩო ახალაია თავად აიღებს ავტომატს ხელში და თავად გაისვრის იქ მომიტინგეებს შორის. ამაზე არ არის ხალბატონი, რომ შეიძლება ოპოზიციაშიც იყონ ისეთი ძალები, რომლებსაც აწყობდეთ ასეთი ვითარების მხოლოდ შექმნას და ოპოზიციაში შემოგზავნილი ხელისუფლების მხრიდან. ოპოზიციას არ აწყობს აქციების მხრიდან რაიმე ძალადობა. ოპოზიციას პირიქით მაქსიმალურად ჭირდება ლეგიტიმურობა, ოპოზიციას მაქსიმალურად ჭირდება ის, რომ ეს აქციები იყოს მშვიდობიანი, კანონიერი, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მხრიდანაც და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ხალხი არ უჭერს მხარს და არც შეიძლება უჭერდეს მხარს არანაირ შეიარაღებულ აქციებს და დაპირისპირებას და ამას სულაც არ ჭირდება გამოკითხვები და მორალის კითხვა, რომ რა ცუდია შეიარაღებული დაპირისპირება, ეს ისედაც ძალიან კარგად ვიცით თითოეულმა ჩვენგანმა და ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მართლაც შეიძლება მოხდეს პროვოკაცია და მართლაც შეიძლება მოხდეს 9 აპრილს დაპირისპირება. ამაზე მხოლოდ ხელისუფლებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება ქალბატონი რამდენად მართებული იქნება. ამ შემთხვევაში მე გეკითხებით როგორ ჟურნალისტი, იმიტომ რომ გასაგებია არავინ დაობთ იმაზე, რომ ხელისუფლებას რასაკვირველია ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე ეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ალბათ არანაკლები პასუხისმგებლობა იკვეთება ოპოზიციისა, რომელიც ემზადება ასეთი რადიკალური მოთხოვნით ამ აქციისთვის. სხვათა შორის ეს არ არის რადიკალური მოთხოვნა. ეს არის ადეკვატური მოთხოვნა იმ რეალობისა, რა დღეშიც დღეს ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი ხელისუფლებიდან გამომდინარე. ესე რომ გადაფასება ხდება ხოლმე არა შეფასებების და ფასეულობების თუ სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა რადიკალური მოთხოვნა დღევანდელი ვითარებიდან ქვეყნისა რომელშიც ქვეყანა არსებობს ეს ნამდვილად არ არის რადიკალური მოთხოვნა რადიკალური მოთხოვნა არის და არც ის არ არის რადიკალური მოთხოვნა რომ ხელისუფლებამ პასუხი აგოს არა მარტო წავიდეს ეს ხელისუფლება და არა მარტო გადადგეს არამედ პასუხი აგოს ყველაფერ იმაზე რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა აგვისტოში რაც ამ ქვეყანაში ხდება დღეს ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ტალღა ეტყობა ეს არის როდესაც თქვენს გაკეთებთ ნაწილობრივ პასუხისმგებლობა იმაზე ქალბატონინო რაც ხდებოდა ბოლო პერიოდის მე არასოდეს არ მომიხსნია ჩემი წილი პასუხისმგებლობა იმაზე რაც ხდებოდა ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუმცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ ჩემი პასუხისმგებლობა არის მინიმალური მაგრამ თუ მე რაიმე დანაშაული მიმიწვის ამ ქვეყნის წინაშე მე მზათა ვარ ყველაზე უმკაცრესი სასამართლოს წინაშე წარდგე და ყველაზე მკაცრად ვაგო პასუხი ნებისმიერი ქმედებისათვის თუ რომელიმე ჩემი ქმედება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. მე მზათა ვარ ასეთი პასუხისმგებლობისათვის და ნამდვილად არ ვაპირებ არანაირი ტიპის პასუხისმგებლობისაგან გაქცევას, მაგრამ ნამდვილად ვიქნებოდი იმის მსურველი, რომ ეს სამსჯავრო იყოს ობიექტური
სამართლიანი და არა, ესე ვთქვათ, რაიმე კონიუნქტურის ინტერესებიდან გამომდინარე. ერთ ვიტყოდი, იცით? სხვათა შორის, აი ყველაზე უსინდისო ბრალდება, რომელიც შეიძლება ამ ხელისუფლებას მოეფიქრებინა და ეს ცნობილი იმიდან არის, რომ რადგან ყველაზე მეტად უფრთხის ადამიანი საერთოდ ის უნდა დააბრალო თუ გინდა მართლა წონასწორობიდან გამოიყვანო, ყველაზე უსინდისო ბრალდება, რაც შეიძლება დაებრალებინა ამ ხელისუფლებას ნინო ბურჯანაძისთვის არის ის, რომ მას დააბრალო შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა. მას დააბრალო ის, რომ ის ხალხს აიარაღებს და მისი პოლიტიკური მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, როდესაც ეს მასალები გუშინ პირველად გამოქვეყნდა, მათ განაცხადეს, რომ ეს არის ბრძოლა კრიმინალური ჯგუფის წინააღმდეგ და არა ბრძოლა პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ. თქვენის ნებართვით ეხლავე გიპასუხებთ, უბრალოდ დავამთავრებ იმ წინადადებას. რატომ ვამბობ მე ამას, რომ ეს არის ყველაზე დიდი უსინდისობა, როცა მე ცდილობენ, რომ ეს დამაბრალონ და ეს იარლიყი მომაკერონ, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, როგორი იყო ჩემი წვლილი 2003 წლის რევოლუციის მშვიდობიანად მოხდენაში, როგორი იყო ჩემი წვლილი იმაში, რომ აჭარის მოვლენების დროს სისხლი არ დაიღვარა, ამ ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, რომ მე ის ადამიანი გახლავართ, რომელმაც მართლაც ჩემი რეიტინგი ვანაცვალე 7 ნოემბერს ქვეყნის სტაბილურობას და იმას, რომ ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა მთელი საზოგადოება ხვდება იმას და თითეული თქვენგანი ხვდება იმას, რომ 7 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე რომ გადამდგარიყო, მისი რეიტინგი იქნებოდა დღეს ძალიან მაღალი და ძალიან ბევრი ამბობს იმასაც, რომ ის მე პრეზიდენტი გავხდებოდი, ვთქვათ, შესაძლებელია გამختارიყავი 2008 წლის ნოემბერში. ლამის ამას უცნობიც კი ამბობს თავის ცნობილ გადაცემაში. მეც ხვდებოდი ამას. მაგრამ მე პასუხისმგებლობა მქონდა თითეული ადამიანის წინაშე, მე პასუხისმგებლობა მქონდა ქვეყნის სტაბილურობის გარანტი ყოფილიყავი და მე სწორედ ჩემი რეიტინგი და ჩემი პოპულარობა და ჩემი თუნდაც ელემენტარული პატივისცემა ძალიან ბევრი ადამიანების მხრიდან გამოხატული და ჩემი შვილების ცრემლიანი თვალები არაფრად არ ჩავაგდე, ოღონდ სისხლი არ დაღვრილიყო. და დღეს შეიძლება რომ მე დამაბრალოს ადამიანმა, რომ მე ვაპირებ საკუთარი ხალხის სისხლის დაღვრას და სხვათა შორის როგორც ჩანს საკუთარი შვილისაც, იმიტომ რომ ჩემს გვერდით იქნება ჩემი 14 წლის შვილი. თუ კი ხელისუფლების მხრიდან ეს არის ოპოზიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რატომ აირჩია მაშინ ამ მიზნისთვის მხოლოდ ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებამ? თქვენს გარდა ოპოზიციაში დღეს არიან ხელისუფლებას გამიჯნული მაღალჩინოსნები, რომლებსაც არც თუ ისე პატარა თანამდებობა ეკავა. ვერ გეტყვით ახლა, ჯერ მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინა გვაქვს, ჩვენ კიდევ 2 კვირა გვაქვს წინ და მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს სერია გაგრძელდეს. ჯერ ერთი მე ვიცი, რამდენიმე პარტიამ ჩაატარა კიდეც აქცია, როდესაც მათ აქტივისტებზე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, შეიძლება ხელისუფლება სწორედ ნინო ბურჯანაძეში ხედავს ძალიან სერიოზულ ოპონენტს და იმ ადამიანს, რომელსაც ის მთელი ძალის ხმევით უნდა ებრძოლოს და ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში ის მართლაც ხედავს, ვთქვათ, კონკრეტულად ძალას, რომელსაც ის უნდა შეებრძოლოს და რომლის დისკრედიტაციითაც უნდა დაიწყოს ვთქვათ 9 აპრილის სხვა მონაწილეების კიდევ უფრო მეტი დისკრედიტირება. ეს დაუბრუნდეთ იმ კითხვას, რომელსაც თქვენ არ გაგიცეთ პასუხი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავად განაცხადა, რომ ეს არის კრიმინალებთან ბრძოლა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც გაკეთდა განცხადება, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა გაემიჯნოს კრიმინალებს და მათ არ უნდა მისცენ ქვეყნის დანგრევის შესაძლებლობა. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ განცხადებას, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა გაემიჯნოს კრიმინალებს და ეს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გააკეთა ჩემი ჩათვლით. და მე დღესაც თქვენს ეთერში რამდენჯერმე განვაცხადე, რომ არა მარტო ვემიჯნებით, არამედ ვემხრობით იმას, რომ რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოს კრიმინალი, ის დაისაჯოს. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ ხელისუფლება აცხადებს, რომ თურმე, ესე ვთქვათ, ის კრიმინალებს ებრძვის, ახლა ძალიან უცნაურია, იცით, გუშინ ჩატარდა სპეცოპერაცია და ყველა, ვინც აიყვანეს გუშინ იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, ხო, მაინცა და მაინც ყველა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი აღმოჩნდა. ხა უცნაურად არ გეჩვენებათ, თქვენ ფიქრობთ, რომ ხა ეს ოპერაცია ხომ 1 დღის და 2 დღის დაგეგმილი არ არის, ხომ? ეს გარკვეული, ესე ვთქვათ, კვირების განმავლობაში, თუ უფრო დიდი ხნის განმავლობაში არა. თუ დადასტურდა ეს ბრალდება ქაბოტონინო ამ შემთხვევაში? თუ დადასტურდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვის მიმართაც დადასტურდება, უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი და მე ვიქნები პირველი, ვინც ვიქნები მომხრე, რომ პასუხი აგოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გეკითხებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაინცა და მაინც შემთხვევით აღმოჩნდა ის, რომ გუშინ
აყვანილი ყველა ადამიანი აღმოჩნდა ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. თქვენ გჯერათ ამის ჩანაწერების მონაწილეები არ იყვნენ თქვენი მოძრაობის წევრები. არ იყო მართალია მე, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ აი გუშინ მაგალითად ის ორი ახალგაზრდა, რომელიც მოდულის შენობაში იყვნენ, იმ აქციაზე, რომელიც დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წარმომადგენლებმა გამართეს, დღეს ასევე შემთხვევით, როგორც ჩანს, აღმოჩნდნენ ძალიან სერიოზული ზეწოლის, ასე ვთქვათ, ქვეშ ხელისუფლების, პატრულის და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. როგორც ჩანს, ესეც შემთხვევითია. იცით რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი? გამოირკვევა ეს გამოძიებით და აუცილებლად ამის შესახებაც დამატებით მოგახსენებთ. იცით, გუშინ მაგალითად სხვათა შორის არც ერთ კადრში არ გასულა ესეთი მთავარი პერსონაჟის შესახებ ინფორმაცია, რომლის გამოც მე ვფიქრობ, რომ მოხდა ის, რაც გუშინ მოხდა. როდესაც დაკავებული იქნა გუშინდილით ჩვენი ბათუმის, უბრალოდ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ავალიანი. მე ვფიქრობ, რომ ძირითადად, ესე ვთქვათ, დანარჩენი მონაწილეები ამ შოუსა იყვნენ დაკავებულნი სწორედ იმიტომ, რომ გამართლებული იყო ბატონი ზურაბ ავალიანის სახლში აღმოჩენილი ბრჭყალებში, ნამდვილად ბრჭყალებში აღმოჩენილი იარაღი, თუმცა ბატონ ზურაბთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. არსებობენ ცოცხალი მოწმეები იმისა, თუ როგორ ხდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში იარაღის შეტანა სპეცდანიშნულების რაზმების მხრიდან ოჯახში, როგორ ხდებოდა ამ იარაღის მართლაც ჩადება და დადება კონკრეტულ ადგილზე. არსებობს კონკრეტული ფაქტები, მაგალითად იგივე ბათუმის შემთხვევაში, როგორ ერთ-ერთი ბატონი ყიფიანი, როგორ ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, კონტაქტზე გამიდეს ჩვენი პარტიის ძალიან აქტიურ წევრთან და როგორ ცდილობს, რომ მას შესთავაზოს კონკრეტული სამსახური და ასე ვთქვათ, მათ შორის კონკრეტულად იარაღის შეძენაც. ამ ფაქტებს ჩვენ აუცილებლად დავდებთ და საზოგადოება ამ ფაქტებს აუცილებლად იხილავს. დავბრუნდეთ კიდევ ერთხელ ჩანაწერებს, თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, როგორ მზადდება ამ ტიპის მასალები და ფილმები. თუ კი ეს ჩანაწერები არის უსაფუძვლო და არაფრის მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე არ იძლევა, ხომ არ იყო ასეთივე უსაფუძვლო ბრალდებები 2007 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ფარული სატელეფონო და ვიდეო ჩანაწერები ოპოზიციის ლიდერების მონაწილეობით? ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ფაქტია, რომ იმ ფაქტებს, რაც ჩვენ მაშინ მოვისმინეთ და მე ჩემ დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით ეხლავე მოგახსენებთ, არანაირი შედეგები არ მოყოლია, გამოძიება არ გაგრძელებულა და ასე ვთქვათ, ბრალი არავის არ დაუმტკიცებია. როგორც ჩანს, იქაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მე არ ვემიჯნები იმ პერიოდის ჩემს პასუხისმგებლობას და ძალიან დიდი წუხილით უნდა ვთქვა, რომ როგორც ჩანს, მე ძალიან სერიოზულად შევცდი და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, როდესაც ვენდე ჩემს მაშინდელ თანაგუნდელებს, რომლებმაც მოიტანეს ჩანაწერები და მე მაშინ მაჩვენეს ბევრად უფრო სერიოზული ჩანაწერები, ვიდრე გავიდა ტელეეთერში. ნოემბერში გამოქვეყნებულ ჩანაწერებს გულისხმობ და ასევე მე მითხრეს დაბეჯითებით, რომ არსებობს კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერები, რომელსაც მეც და საზოგადოებაც აუცილებლად ვნახავ. მე უნდა ვაღიარო, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელიც შემდეგ კომპრომატების ომადაც მოინათლა, ნოემბრის შემდგომშიც გაგრძელდა. ჩვენ გვაქვს ერთი განცხადება, რომელიც შეგვიძლია მოვისმინოთ, თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც თქვენ ბრძანდებოდით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და შემდგომ განვაგრძოთ საუბარი. არაერთხელ გამიცხადებია, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც 5 იანვრის არჩევნების ჩაშლისათვის ემზადებიან. ემზადებიან იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს არა წინ, არამედ ქვეყანა დაბრუნდეს უკან 91-92 წლების მოვლენებში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა არ აირიოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის შესაძლო სცენარები, რომელიც არ გამორიცხავდა და არ გამორიცხავს ჯერ კიდევ სისხლის ღვრასაც კი არ განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში. არავის ურჩევ აკრძალული მეთოდებით მოქმედებას. ყველას, ვინც ეცდება საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ადეკვატური და კანონით გათვალისწინებული პასუხი მიეგება. ეს განცხადება გააკეთა 24 დეკემბერს 2007 წლის 24 დეკემბერს და ეს განცხადება მოჰყვა პროკურატურის მიერ ვალერი გელბახიანის ეჭვმიტანილად ცნობას შეთქმულების მომზადებაში. დღესაც გვესმის ანალოგიურ საფრთხეებზე საუბარი, თუმცა თქვენ ამას დღეს არ იზიარებთ და რა პარალელები შეიძლება გავავლოთ ქალბატონ ნინო იმ სიტუაციასა და ამჟამინდელ ვითარებას შორის? ერთი განსხვავება არის ის, რომ თქვენ მაშინ იყავით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და დღეს ხართ ოპოზიციაში. ყველა იმ სიტყვას, რომელიც ითქვა ეხლა ჩემს გამოსვლაში,
განსხვავებით ზოგიერთი სხვა გამოსვლისგან, თუნდაც 7 ნოემბრის შემდგომი გამოსვლისგან, რომელიც ნამდვილად უმჯობესი იყო, რომ სხვა ფორმით ყოფილიყო განხორციელებული და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც მე ეს მაშინ წარმოვთქვი. ამ გამოსვლას მე ნამდვილად ვეთანხმები და შემიძლია იგივე გავიმეორო. დღესაც არსებობენ, რა თქმა უნდა, ძალები, რომელსაც არ სურს, რომ ეს პროცესი სამართლიანად და მშვიდობიანად წარიმართოს და წარმატებით დასრულდეს. და რა თქმა უნდა, არავის არ ურჩევ უკანონო მეთოდები გამოიყენოს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. თუ კი მაშინ ამ საფრთხეზე საუბრის საფუძველი გახდა ასეთივე ფარული ვიდეო ჩანაწერი, რატომ არ იძლევა დღეს გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერები ასეთ საფრთხეებზე საუბრის საფუძველს? და კონკრეტული ბრალის წაყენება. მე თქვენ გითხარით, რომ მე ვემხრობი გამოძიებას და თუ ხელისუფლებას ექნება დამამტკიცებელი არგუმენტები იმისა, რომ ვინმე მართლაც გადატრიალებას ამზადებს, მე მომიტანეთ ერთი კადრი, სადაც ლაპარაკი არის იმაზე, რომ კონკრეტული დავალებები იქნა გაცემული. ოღონდ მე არ ვლაპარაკობ იმ ადამიანზე, ვისაც ნულოვანი, ესე ვთქვათ, გავლენა აქვს პარტიაზე. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ისეთი ჩანაწერი, სადაც რომელიმე სერიოზული ადამიანი დაუშვათ გადაწყვეტილების მიმღები, ჩემს პოლიტიკურ ორგანიზაციაში, ან ჩემი უახლოესი გარემოცვიდან ვინმეს რამეს ავალებს უკანონოს, და კანონს საწინააღმდეგოს, მე მზათა ვარ მასთან ერთად ვაგო პასუხი. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ნამდვილად არაფალსიფიცირებული ვერ იარსებებს. თუ ფალსიფიცირებული დაიდება, მე რა თქმა უნდა მოვითხოვ გამოძიებას და მოვითხოვ აუცილებლად, რომ ეს გარკვეული იქნას თუნდაც მსოფლიო კრიმინალისტების დონეზე. ნებისმიერი უკანონო ქმედება გარწმუნებთ იქნება აბსოლუტურად დაგმობილი უპირველეს ყოვლისა ჩემის მხრიდან, მაგრამ მთელი ამ ესე ვთქვათ პროვოკაციის მიზანი იყო სწორედ ის, რომ მე და ჩემი პარტია ჩავეყენებინეთ თავის მართლების მდგომარეობაში, რომ ჩვენ არ გქონდეს იმისი დრო, რომ ვემზადოთ 9 აპრილისათვის, იმიტომ რომ ეხლა დასამალი არაფერი არ არის, გუშინდელი დღე ბუნებრივია ჩვენი პარტიისთვის, ასე ვთქვათ, პარტიული აქტიურობისათვის და 9 აპრილის მზადებისათვის იყო დაკარგული, ჩვენ მთლიანად ვიყავით გადმორთული ამ პროცესზე. ეს არის ამ ხელისუფლების მიზანი. ხელისუფლების მიზანი არის ის, რომ დააშინოს ხალხი. ხელისუფლების მიზანია ხალხს უთხრას ის, რომ ეს უპასუხისმგებლო ოპოზიცია შეიძლება წავიდეს იარაღის გამოყენებაზე და ნუ მოხვალთ აქციაზე, ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ეს არის ამ ხელისუფლების მიზანი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს აწყობს არასტაბილურობა ამ ქვეყანაში, თუ ვინმეს აწყობს დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში, ეს არის ეს ხელისუფლება. იმიტომ რომ მას ერთადერთი შანსი ხელისუფლების გახანგრძლივების აქვს მხოლოდ და მხოლოდ არასტაბილურობის პირობებში, როდესაც ის გამოაცხადებს განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობას და როდესაც ის გაამკაცრებს რეჟიმს. სხვა ვარიანტი და ალტერნატივა ამ ხელისუფლების გაგრძელების ან თქვენ ისევ გამოვიწყოთ, რომ დესტაბილიზაციის მსურველი ჯგუფები შესაძლოა იყონ არახელისუფლებაში. უპირველეს ყოვლისა ეს არის სახელისუფლებო ჯგუფები, შეიძლება იყვნენ ესეთები ოპოზიციაშიც, თუმცა მე ესეთებს არ ვიცნობ. ნამდვილად მინდა გითხრათ, მე ვესწრები ოპოზიციის ყველა შეხვედრას და ყველა შეხვედრაზე საგანგებოდ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა ზომები უნდა იქნეს მიღებული იმისათვის, რომ არანაირი პროვოკაცია არ მოხდეს, უფრო მეტიც. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან ან ვინმე სხვის მხრიდან არ ვიცი. თუ პროვოკაციაზე არ მიდიან და არაპირებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, როგორც თქვენ ამბობთ, ალბათ, თუნდაც ამ მასალებით კი ბატონო ჯერ არ არის დამტკიცებული, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ გამორიცხავთ ასეთი პროვოკაციის შესაძლებლობას რიგითი წევრების მხრიდან. რიგითი წევრების მხრიდან, რომლებიც გულწრფელად არიან ჩვენი პარტიის წევრები, გამოვრიცხავ. მაგრამ თუ ესენი იქნებიან შემოგზავნილი პარტიის წევრები, მაშინ გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ყველა ზომები მივიღოთ. სხვათა შორის ჩვენ საუბრობთ იმაზეც, კი, არა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომხრეებს ვერ ვაკონტროლებთ, თუმცა ეხლა როცა 1000-ობით წევრია და 10,000-ობით წევრი პარტიაში შეიძლება ყველა ბოლომდე ვერ გააკონტროლო, მაგრამ ეს ნამდვილად არ მიიღებს ისეთ საზღვრებს და ისეთ ფარგლებს, რომ ეს მერე აქციის არაკონტროლირებად ვითარებაში გადავიდეს, თუ ამას ხელისუფლება არ მოეხმარება. ჩვენ შევეცდებით სხვათა შორის და იმასაც კი ვფიქრობ, რომ შევიძინოთ ვიდეო კამერები ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც დავამონტაჟებთ ამ ვიდეო კამერებს სხვადასხვა ადგილზე, მიტინგზე, რომ ჩვენ შევძლოთ მაქსიმალურად დავაფიქსიროთ უკვე ჩვენის მხრიდან რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, პროვოკაციას თუ ექნება ადგილი, საიდან და ვისგან წამოვიდა ასეთი პროვოკაცია, ესე რომ გარწმუნებთ ჩვენის მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისათვის, რომ არაფერი არ მოხდეს იმის მსგავსი, რომელიც ვთქვათ, დესტაბილიზაციას გამოიწვევს ქვეყანაში და ჩვენ ნამდვილად შევეცდებით, რომ საზოგადოებაც დავარწმუნოთ იმაში, რომ ყველაფერი ეს რაც ხდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ბინძური პროპაგანდა და სხვა არაფერი. კაპიტან ნინო, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ მსგავსი შემთხვევის შემდეგ შესაძლოა 9 აპრილის თარიღმა გადმოიწვიოს ცოტა აქეთ, ანუ აქციების დაწყება უფრო ადრე ივარაუდა ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა.
ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე, სხვათა შორის მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ოპოზიციურ პარტიას და გუშინ მართლაც მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც სრულიად ოპოზიციური სპექტრი ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიბეთ სახალხო დამცველის ოფისში. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის ეს ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებამ ერთ-ერთ სამიზნედ იმიტომაც ამირჩია მე და ჩვენი პოლიტიკური პარტია, რომ მას ეგონა, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ძალიან აკრიტიკებენ ნინო ბურჯანაძეს, ამ შემთხვევაში გამოიყენებდნენ, ასე ვთქვათ, ამ საბაბს და კიდევ უფრო გაემიჯნებოდნენ ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას. საბედნიეროდ ყველა ოპოზიციურ პარტიას ეყო განჭრიახობა და ეყო მართლაც პოლიტიკური სიმწიფე, რომ ეს ასე არ მომხდარიყო და ჩვენ ყველანი დავდექით ერთმანეთის გვერდით, იმიტომ რომ აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ ასე ხელისუფლება შეეცდებოდა ოპოზიციის დანაწევრებას და ოპოზიციის დასუსტებას. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუშინდელი ერთობა და ერთობლივი ხელმოწერა დეკლარაციაზე და ჩვენ ვიმსჯელეთ კიდეც ამასთან დაკავშირებით და ყველანი ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ამ ტიპის აქციების განხორციელებისა ხელისუფლების მხრიდან ყოფილიყო ისიც, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დაგვეწყო აქტიური მოქმედებები, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მართლაც არ არის მომზადებული მთლიანად სქემა 9 აპრილის და ჩვენ ჯერჯერობით ყველა მექანიზმი თავდაცვისა, რაიმე ტიპის პროვოკაციის თავიდან ავიდებისა არ ძალიან ხობა რა გვიანებს ოპოზიციას. აპრილამდე დარჩა 2 კვირა და თუ 2 კვირა საკმარისი დრო არის იმისათვის, რომ ის დარჩენილი სამუშაო რაც ჩასატარებელია ჩვენ 9 აპრილამდე ჩავატაროთ. ჩვენ მივდივართ გრაფიკის მიხედვით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ სწორედ 9 აპრილს შევიკრიბოთ. მით უმეტეს რომ შეიძლება ჩვენ უფრო ადრე რომ შევიკრიბოთ ხელისუფლების გეგმებს შეუშალოთ ხელი. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია რომ ხელისუფლება აქტიურად ამზადებს ხელისუფლების მხარდამჭერ აქტივისტებს და ასე ვთქვათ სახელისუფლებო სტრუქტურაში მომუშავე ადამიანებს რომ 7 აპრილს ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია გაიმართოს საქართველოს ქალაქში და ყველა რეგიონიდან ჩამოიყვანონ ხალხი 7 აპრილს ხელისუფლების მხარდასაჭერად. არ შეუშლით ჩვენ მათ ხელს. ჩაატარონ თავიანთი აქცია 7 აპრილს და ჩვენ ჩავატარებთ ჩვენ აქციას. და რა იქნება 9 აპრილის შემდეგ? 9 აპრილის შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვლენები განვითარდება მშვიდობიანად, სტაბილურად, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ მივაღწევთ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას და შემდეგ უკვე ამ არჩევნების ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურად ჩატარებას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ნორმალური და სტაბილური განვითარებისათვის. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ნინო ბურჯანაძე. ჩვენ კი გავიგზავნებთ გადაცემას სამოქალაქო დაპირისპირება დაუშვებელია ქართულმა ხალხმა, ძველი შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და ვითარება კომპრომისის ხარჯზე მშვიდობიანად უნდა განმუხტოს. კულტურის მოღვაწეები, საზოგადოების წარმომადგენლები მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს საფრთხეების თავიდან აცილებას ურჩევენ. არის თუ არა დღეს რეალური 2000 წლის წინადელი მოვლენების განმეორების შესაძლებლობაზე საუბარი. დაგველოდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და შესაძლებლობა. რას ფიქრობს ამაზე საზოგადოება? ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ჟურნალისტი ქეთევან იგნატოვა, თბილისის ოპერისა და ბალეტის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე. საღამომშვიდობის. მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ პირდაპირ ეთერში ასევე ჩაგვერთვება იაშვილის კლინიკის დირექტორი ქეთი ნემსაძე. საღამომშვიდობის ქალბატონო ქეთი. საღამომშვიდობის გამარჯობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონო ქეთევან, თქვენგან დავიწყებ. მოდით შევაფასოთ ჯერი სიტუაცია, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში ფარული ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებით და ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებებით პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის მიერ დათქმულ ვადამდე, ანუ 9 აპრილამდე რჩება ძალიან ცოტა დრო. მე არ ვიცი, ხა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის რამდენად კიდევ უფრო დაიძაბა, მე მგონია, რომ კიდევ უფრო დაიძაბა ზოგადად საქართველოს მოსახლეობა, მთლიანად ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ მართალი გითხრათ, ცოტა უკვე გადავიღალეთ ამ დაძაბულობისგან, მაგრამ აი ეს ბოლო 2 დღის მანძილზე ნანახმა ფარულმა ჩანაწერებმა კიდევ უფრო რაღაც მოგონებები გააღვიძა, ძალიან მტკივნეული და ძალიან რეალური გახადა აი საფრთხე, რომელიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 90-იან წლებში. და მე პირადად და ჩემს გარშემოს უყოლას აი იცით რა არის გაჩნდა შიში და რაღაცა უკვე იცით მე პირადად გეტყვით რომ აი გაბრაზების გზნობაც მაქვს. გაბრაზების შენობა ვის მიმართ? იცით რა ვის მიმართ?
თითოეულ ჩვენთაგანის მიმართ. მე მგონი მართლა მგონია რომ დადგა ის დრო, როდესაც აი მკაფიოდ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. თქვენ გაიხსენეთ 90-იანი წლების დასაწყისი, 90-იანი წლების განმეორების შესაძლებლობის საფრთხე დღეს უფრო მეტად თუ შეიძლება ვისაუბროთ, ათაშოთ გავხდეთ მომსწრენი იგივე მოვლენებისა, რაც ვითარდებოდა 2007 წლის შემოდგომაზე. არა, ვერ დაგეთანხმებით, არა, უფრო 90-იანი წლების საფრთხეს ვხედავ, იმიტომ რომ ამ ფარული ჩანაწერების მიხედვით აბსოლუტურად რეალურად მიდიოდა მზადება იარაღით ხელისუფლების შეცვლის, გადატრიალების, ამბოხის და ის რა მოყვა ამ მოვლენებს 90-იან წლებში, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს და მე მგონია რომ ამ მოვლენებს მაშინაც და ეხლაც ზუსტად ესე იქნებოდა. შეეწირება სულ ყველა. მე საერთოდ არ მესმის აი ამ ხარეს, იმ ხარეს. არ არსებობს ხარე, არ არსებობს ესეთი გამიჯნა. არის რაღაცა უკვე კატაკლიზმები, როდესაც იკარგება ზღვარი ხელისუფლებას, ოპოზიციას, საზოგადოებას შორის, როდესაც ერთიან ქვეყანაზე, ერთიანი ქვეყნის ნგრევაზე, მის კეთილდღეობაზე, მის მომავალზე, ან წარსულში, სადღაც გადაგდებაზე არის საუბარი. აი მართლა მგონია რომ ეს საფრთხე თუ უკვე აღმოიფხვრა საბოლოოდ, ძალიან მინდა რომ ეს ვიცოდე და სწორედ ეს მინდა რომ აი ვთხოვო ყველას რომ იცით რა არის ეს როგორც საზოგადოების რიგით წევრს, მართლა მინდა რომ გამოძიების ყველა ეტაპი იყოს რაღაც საჯაროდ მოწოდებული. იმიტომ რომ ყველანი ვღელავთ. ბატონ დათო, თქვენი შეფასება. რა ვითარებაში აღმოჩნდა დღეს ქვეყანა და თითოეული მოქალაქე? კი ბატონო, ნუ დავკონკრეტდებით პოლიტიკოსებზე. მე ვეცდები ხა მოკლედ თქვა ის ბოლო პერიოდი, რაც მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის ვადევნებ თვალყურს და გამოვიტანე ასეთი დასკვნა, რომ რამდენიმე თვეა უკვე მიდის აი ესეთი ყოველწამიერი დაძაბვა, რაღაც ხელოვნურად შექმნა შეიძლება ესეთი კატასტროფული სიტუაციისა, რომელიც შეიძლება ვერ ავიცდინოთ თავიდან და ეს ასე ვთქვათ რადიკალიზმი ამ პოლიტიკისა, პოლიტიკოსებს შორის რადიკალიზმის ესეთი გაღვივება, რაღაც მიზანმიმართულად, ხელოვნურად, აი ესე დგება ამ ბოლო ფაქტებმა, რომ იარაღით ხდება უკვე თითქმის პოლიტიკური აზრის, პოლიტიკური სურვილის ასე ვთქვათ მიღწევა, ეს არის საოცრად აღმაშფოთებელი კატეგორიულად ალბათ საზოგადოება მთლიანად დაგმობს იარაღს, საერთოდ სიტყვა იარაღი საერთოდ უნდა ამოვიღოთ დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში. იარაღის გამოყენებაზე იყო საუბარი, მე გავიხსენე ქალბატონ ქეთევანთან 2007 წლის მიწურულს, როდესაც ქვეყნდებოდა ასეთივე ფარული ჩანაწერები და ოპოზიციის ლიდერების საუბრები მოვისმინეთ მაშინ. მაშინაც იყო საუბარი იარაღზე. რატომ საუბრობთ დღეს მაინც და მაინც 2010 წლის წინანდელი მოვლენების განმეორების? იმიტომ რომ მოგვაგონო, მე გამახსენდა ჩემი ბავშვობა, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, როგორ ხდებოდა ამ იარაღის თქვათ ყიდვა, როგორ იყო შეიარაღებული მთელი მოსახლეობა, იარაღი დადიოდა. ქუჩაში ვერ გამოხვიდოდი, ყველას ავტომატი ეჭირა ხელში. არ ხო გახსოვთ ეს მომენტი და მახსოვს ისაც, რომ დაუშვათ გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ თუ რაღაც პატარა იარაღებს ყიდულობენ, ეთყობა დასამალად ჭირდებათ ხალხისგან. პროვოკაციის. შეიძლება ეს მინდა ვთქვა, რომ ეს გასროლილი თითოეული ტყვია არავის არ მოხდება, ისევ მე მომხდება, ჩემ მეგობარს მოხდება, ისევ უდანაშაულო ადამიანს მოხდება, ასე რომ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ეს არის ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე ცუდი ხერხი. ასე რომ პოლიტიკოსებს ვთხოვ, რომ ეს გასაკვირველია გამოვლინდა ამაზე იტყვენ და თითოეულმა მათგანმა ალბათ დაგმო უკვე. მე მიხარია, რომ ჩემი მეგობრები, ჩემი ახლობლები გამოდიან დღეს ტელეეთერებში, თქვენი ტელეარხი და სხვადასხვა ტელეეთერებით და გმობენ ამ ფაქტს. გასაკვირველია, ორი აზრი არ არის, კატეგორიულად უნდა დაუგმოთ იარაღი საერთოდ საქართველოში, მით უმეტეს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეს უნდა ამოვიღოთ საერთოდ სიტყვა იარაღი აღარ უნდა არსებობდეს, ასე ვთქვათ, აი ამ ჩვენ 21 საუკუნის საქართველოში. გსურდათ კომენტარი? არა, მე მინდოდა დამატება, რომ რატო ვადარებთ უფრო 90-იან წლებს. ჯერ ერთი თუნდაც ამ ფარული ჩანაწერების ყურებისას თვითონ ეს პერსონაჟები. აი მართლა მეგონა რომ გეგონება რაღაცა
დროის მანქანა უკან დატრიალდა და აღმოჩნდა 90-იან წლებში აი ეს რაღაცა უბადრუკი დაყრილი ავტომატი იცით რა არის დღეს საქართველოს მართლა მგონია რომ მიიღო აი სახელმწიფოს სახე და აი ამ ჩანაწერებში რაც მე ვნახე ისევ ის უბადრუკობა, აი თითქოს პერსონაჟებიც მეცნობოდნენ, იგივე სახეები, იგივე ლექსიკა, იგივე ნამდვილად ვერ ჩაითვლება, ჯერ მტკიცებულობა და ოპოზიციაც ამტკიცებს იმას, რომ სწორედ ამ ტიპის ჩანაწერების გავრცელების ხელისუფლება საზოგადოებაში გააჩინოს შიში. იცით რა არის, აი კლასიკური კრიმინალი. იყო ის, რაც ეს ორი დღე ჩვენ ვიხილეთ. მგონია რომ 90-იან წლებშიც ძალიან დიდ წილად იყო გამოყენებული აი ეს კრიმინალური ასე ვთქვათ ძალა და კიდე იცით რას გეტყვით რომ წელს ჩვენ რეალურად ვნახეთ მტერი და ეხლა ეს საპროტესტო გამოსვლა ძალიან საეჭვოდ ან ძალიან დამაფიქრებლად ემთხვევა ჩვენი მტრის, აი რეალურ მტრის, ის დიახ გარეშე მტრის, რომელიც ყველამ ვიხილეთ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ ის თვითფრინავები დაფრინავდა ყველას სახურავების თავზე, ყველას თავზე და საფრთხეს ერთნაირად გვიქმნიდა ნებისმიერი ხედვის, ნებისმიერი პოზიციის ადამიანს. და გუშინ წინ, როდესაც ლავროვი ლაპარაკობდა ჩემ ქვეყანაში ხელისუფლების სავარაუდო გამოცვლაზე, ხო? ეს ყველას ქვეყანაა და ეს პიროვნება კი არის იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აგვისტოს თვეში ყველას ერთად გბომბავდა. აი ამაზეა საუბარი. დიდი მადლობა ჩვენ ჩავთოთ საუბარში ქალბატონი ქეთი ნემსაძეს. ქალბატონო ქეთი. ჩვენი სტუდიის სტუმრები აფასებენ იმ ვითარებას, რა ვითარებაში დღეს აღმოჩნდათ ქვეყანა, თქვენი შეფასება როგორია? თქვენც ასევე რეალურად ხედავთ 90-იან წლების განმეორების შესაძლებლობას? ქალბატონ ნათია, მე არ იქნება ჩემი შეფასება რასაკვირველია განსხვავებული. ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკური პარტიები ესე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და უჭირთ საერთო ენის გამონახვა, უჭირთ კონსენსუსი, მაგრამ საზოგადოება ცალსახად არის ერთიანი, ერთსულოვანი, რომ არა ძალადობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დამამშვიდებელი. ცხადია, რამდენადაც რადიკალური და მიუღებელი არ უნდა იყოს მოთხოვნები, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს კონსენსუსის გამონახვა, კონსენსუსი ეს არც ერთ მხარეს არ მოსწონს, მაგრამ აუცილებლობას წარმოადგენს. აუცილებელია აი ამ კომპრომისის გამოძებნა და რაც მთავარია ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. მე ვფიქრობ, ჩვენი გონიერი პოლიტიკოსები ამას გაითვალისწინებენ და ეს არ მოხდება საქართველოში, რადგანაც მე გავიმეორებ, რომ საქართველო აუცილებლად გადაიქცევა თუ კიდევ ერთხელ განმეორდა ეს ტერიტორია, სადაც არ ცხოვრობენ გონიერი ადამიანები, სადაც ნებასაყოლილი, გულთქმასაყოლილი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც თუ ქვეყანას თავისთვის და შთამომავლობისთვის აშენებენ, ისინი მიიღებენ მხოლოდ იმ მომავალ თაობას, რომელიც ძალადობის ქვეშ გაიზრდება. ქალბატონ ქეთი, რაც შეეხება საფრთხეს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე, თქვენ როგორ ხედავთ? იცით რა, ჩემთვის ძალიან რთულია ამის შეფასება. მთავარია, რომ მოიძებნოს კონსენსუსი. არავითარი საფრთხე არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები იპოვიან თავის თავში იმ ძალას, რასაც ქვია კომპრომისის მოძებნა და ქვეყნის შემდგომი განვითარება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვა სახელმწიფო ძალადობა ოპოზიციის მხრიდან და ოპოზიციამ უნდა მოძებნოს აუცილებლად აი ის ადამიანები, რომლებიც აი ამას ცდილობენ. ეს აუცილებლად ხელეწიფება ყველას და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს ჩვენი ყველას თხოვნა. თუ კი ვსაუბრობთ კომპრომისზე, ალბათ კომპრომისი ვერ დაერქმება ვითარებას, თუ კი დათმობაზე მედის მხოლოდ ერთი მხარე. თქვენ ვის პასუხისმგებლობას ხედავთ უფრო მეტად? რასაკვირველია ორივე მხარის პასუხისმგებლობას, რამე თუ მე გამოვიყენებ სამედიცინო ტერმინს, ჩვენ მედიცინაში ვიღებთ კონსენსუსს, როდესაც მოპაექრე მხარე არ ეთანხმება, მაგრამ ამ ეტაპისათვის ეს კონსენსუსი უფრო უპრიანია პაციენტისათვის. ამ შემთხვევაში თუ ქვეყანას გავითვალისწინებთ, სწორედ ასეთი კონსენსუსი უნდა მოიძებნოს. მადლობთ ქალბატონ ქეთი, დროებით დაგემშვიდობებით ვითარების შესაძლო განმუხტვაზე, მოდით ჩვენც განვაგრძოთ საუბარი ბატონ დავით. რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში გამოსავალი? თუ კი საფრთხე არის რეალური და ქვეყანაში არის წავე დაპირისპირება და ჩვენ ვდგავართ მართლაც სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე, რა უნდა გააკეთონ პირველ რიგში პოლიტიკურმა პარტიებმა?
პირველ რიგში უნდა რაღაც მაგიდასთან დასხდნენ, მაგრამ მართლაც მგონია მე ვარ ძალიან ეხა ასე ვთქვათ იმ გამოცდილება რომელიც ჩვენ გქონდა ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში აი ეს ცუდი გამოცდილება არის მეხსიერებაში გვაქვს და ამიტომ გვეშინია ორმაგად პლუს კიდე იმ საფრთხეებსაც ხედავთ რომელიც უბრალოდ გარეშე მტერისგან არის ეს ძალიან ნორმალური ახსაქმელია არ უნდა ამას შეიარაღებული თვალით ისედაც დაინახავს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი რომ ეს პროცესები შეიძლება ჩვენმა ტერმა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ რაც საბედისწერო აღმოჩნდება ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ ესე იგი პასუხისმგებლობა უდიდესი ნაწილი პოლიტიკოსებს აქვს რასაკვირველია საზოგადოებასაც აქვს და ვეცდები რომ ამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მივიღო მონაწილეობა მე პირადად რომ რაღაცნაირად დავაწყნარო თუ შემიძლია ამის გაკეთება რომ რაღაცნაირად გადარჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობა ასე ვთქვათ არ გაუშვათ ხელიდან და როგორ შეიძლება მოხდეს ამ ვითარების განმუხტვა პასუხისმგებლობა ვითარების განმუხტვაზე მოვლენების შესაძლო განვითარებაში და გონიერება ამის ალბათ პირველ რიგში უნდა იყოს ხელისუფლებას იცით რა არის ესე ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ მგონია რომ ამ შემთხვევაში უკვე ყველა თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობის გააზრების მომენტი დადგა რეალურად კიდევ ერთხელ გეუბნებთ რომ მე ვერ ვმიჯნავ ესე ხელისუფლებას ოპოზიციას და ცალკე საზოგადოებას მე მიმაჩნია რომ ეს არის ერთიანი რაღაცა ძალა რომელსაც საერთო ჯამში ქვეყანა ქვია და პასუხისმგებლობაც ყველას თითოეულ ჩემიდან შემიძლია დავიწყო თითოეულ ჩვენთაგანს მოეთხოვება და მე ამ შემთხვევაში რახან თქვათ დღეს საუბრის თემა არის ეს ფარული ჩანაწერები პირველ რიგში მაინც ვითხოვ იცით რა არის აი რა ვიცი ხა შეიძლება არ მაქვს ამის უფლება მაგრამ მე მგონი მაინც მაქვს იმიტომ რომ მე პრინციპში ვარ რიგითი ამომრჩეველი და ის ადამიანი რომლებზეც ეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვთქვათ მუშაობს ხო ასე ვთქვათ მე მათგან ვითხოვ რომ ერთხელ და სამუდამოდ აი დაარქვან სახელი კრიმინალს დაარქვან კრიმინალი ნანახს დაარქვან ის რაც ნახეს 9 ადამიანია დაკავებული თუ კიდე იქნება ვიღაცა დაკავებული თუ იმ 9-დან ვინმე გამართლდება ვთქვათ და გამოვა გარეთ ამას უნდა ერქვეს თავისი სახელი და არანაირ მონტაჟზე არანაირ სპექტაკლზე არანაირ რაღაცა იმაზე აი იცით მაღიზიანებს ეს ლაპარაკი იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ არ არის არც მონტაჟი არც სპექტაკლი უბრალოდ მათ ასე აწყობთ თავისი პოლიტიკური მიზნების გამო და პოლიტიკა და იარაღი მგონია რომ დღეს უკვე საქართველოში არის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკური საუბარი აბსოლუტურად სხვა ენას ითხოვს და იარაღის ჭახაჭუხი აბსოლუტურად სხვა ხმებია და სხვა რამის მომასწავლებელი და მომტანია. ერთნაირად ყველასთვის დამღუპველი. და მე მინდა რომ პირველ რიგში აი ყველა ოპოზიციონერი ლიდერი გამოვიდეს და თქვას ის რა ნახა და ნახეს იგივე რაც ნახეთ ყველა და ნუ დაბრმავდებიან მხოლოდ თავისი პირადი ინტერესების გამო. მაშინ რა უნდა გააკეთოს ასეთ ვითარებაში საზოგადოებამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ამ კითხვით თქვენ ოდნავ მოგვიანებით მოგმართავთ ქალბატონ ქეთის დაუსვამ ასეთ შეკითხვას. ქალბატონ ქეთი, რამდენად რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში საზოგადოებამ საზოგადოების აქტიურობა რამდენად მისცემს ბიზნეს პოლიტიკოსებს თავად დასხდნენ და დაიწყონ დიალოგი. ძალიან კარგი შეკითხვა. მე ფიქრობ საზოგადოების მართლაც დრო არის ისეთი, როდესაც საზოგადოება ძალიან აქტიურად უნდა ჩაებას დისკუსიაში და რაღაც გარკვეულად დაეხმაროს ამ ადამიანებს, რომ მათ მიიღონ კონსენსუსი, რომ ჩვენს ქვეყანას არ დაემუქროს მართლაც ძალიან სერიოზული საშიშროება. ჩვენი მომავალი თაობა აი ამ ემოციური პრესის და აი ამ მძიმე ძალადობის ქვეშ არ გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ საზოგადოებამ დღეს ძალიან აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველა ამ დისკუსიაში. თუმცა საზოგადოებაშიც არის აზრიურად გაყოფილი ისევე როგორც პოლიტიკოსებში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ. ჩვენ რასაკვირველია უნდა ვიკამათოთ, მაგრამ აი ამ დისკუსიის კულტურას უნდა მივეჩვიოთ და გარკვეულად უნდა მივიღოთ რაღაც ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილებები. ის რაც წაადგება ჩვენს ქვეყანას, ის რაც წინ წასწევს პროცესებს.
მის დაახლოებას ევროპისაკენ, სვლას, რომელიც ნამდვილად ყველა ქართველს უნდა და ბუნებით ალბათ ჩვენ ყველა ამისკენ მივუძვით, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროპიზაცია, რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს ის სტანდარტები, ის მაღალი სტანდარტები თუნდაც დემოკრატიზაციის, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვინდა და გვინდა რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს მოხდეს. საზოგადოება უყურებთ პოლიტიკოსების დაპირისპირებას, ესეც ალბათ არ არის სწორი, მაგრამ უნდა გაიხსნას, ღია დისკუსია უნდა ჩატარდეს ყველგან და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ გარკვეულად ჩვენ მივიღოთ. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი, მადლობთ დაგემშვიდობებით, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. Პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხვებს იაშვილის კლინიკის დირექტორი ქეთი ნემსაძე პასუხობდა და ჩვენც დავასრულოთ ამ შეკითხვით სტუდიაში საუბარი. ბატონ დავით, რა უნდა გააკეთოს დღეს საზოგადოებამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ? ჭკუით ქართველებო, ბატონ ჭაბუ ამირეჯიბის ცნობილი მოწოდებას დღეს არაერთხელ გაიხსენეს. ალბათ ეს ძალიან კარგი ფრაზაა, რომელსაც მეც ავიტაცებ. სადაც შემეძლება, ალბათ ჩვენ სფეროებში ალბათ უნდა რაღაცნაირად გამოვხატოთ ის აზრი, რომ ერთხელ და სამუდამოდ აი შევთანხმდეთ ცხოვრების წესზე, რა ცხოვრების წესით გვინდა ვიცხოვროთ, როგორი ქვეყნის შვილები გვინდა რომ ვიყოთ. აქ იყოს იარაღის, სროლის, ბომბების, ტერორისტების და კრიმინალის, ასე ვთქვათ, ქვეყანა თუ დემოკრატიის ნორმალური სახელმწიფოებრიობის და ასე ვთქვათ ფასეულობანის მქონე ქვეყანა. ეს ალბათ საზოგადოება უფრო უნდა გააქტიურდეს ვიდრე პოლიტიკოსებზე გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში და ალბათ მეც ვეცდები რომ დღეს არ არის შესამჩნევი ასეთი აქტივობა. იცით რა, ძალიან აიღეს ხელში საზოგადოებრივი აზრის შექმნის სადავეები პოლიტიკოსებმა და სამწუხაროდ ახლა ბევრ პოლიტიკოს არც ინტელექტი წყალობს, არც დაუშვათ გამოცდილება, არც მათი ცხოვრების წესი ყველას არ გულისხმობ ერთმა დამიფაროს, მაგრამ არ შეიძლება რომ პოლიტიკოსი საზოგადოებრივ აზრს ასე ვთქვათ, სადავეებს ფლობდეს ამ აზრის შექმნის. ეს უნდა იყოს საზოგადოების იმ განათლებული ადამიანების, პროფესიონალების შესაქმნელი და გასაკეთებელი საქმე. აი ეს მინდა რომ იცით რა არის, მე ვთვლი რომ აი საზოგადოების მხრიდან უნდა მოდიოდეს ძალიან მკაფიო და ამავე დროს ძალიან მკაცრი მოთხოვნა, რომ ნებისმიერი ხედვის ნებისმიერ, ასე ვთქვათ, მხარეს, თუმცა ხო კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს მხარეები რაღაც არ მომწონს, დგომი პოლიტიკოსები თავის პოლიტიკურ ბრძოლას, დებატებს და ყველაფერს აქცევდნენ გარკვეულ ჩარჩოებში, რომელიც შეესაბამება ცივილიზებულ სახელმწიფოს. და ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს, ვერასდროს ამ ჩარჩოების მიღმა ოდნავ გასვლას და იქიდან რაღაცა მიუღებელი, დაუშვებელი და მით უმეტეს კრიმინალური ფორმით ბრძოლას. და მე მაინც მგონია, რომ ის რომ დღეს აქამდე მოვედით და საერთოდ აი ესეთ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, მართლა 21 საუკუნეში, პირველ რიგში ისევ საზოგადოების პრობლემაა და არა ცალკეული პოლიტიკოსების. არც ერთი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენმა საზოგადოებამ ცოტა იცით რა არის ზედმეტი გულგრილობა, თუ ინდიფერენტულობა, თუ გნებავთ იუმორი, თუ გნებავთ ზემოდანყურება, იცით არ ვასერიოზულებთ და არ არის ეგრე. ძალიან ძნელია ამის გასერიოზულება, მაგრამ საქართველოს დგას ძალიან რეალური საფრთხის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ჟურნალისტი ქეთევან იგნატოვა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე და პირდაპირ ეთერში ასევე ჩაგვერთო იაშვილის კლინიკის დირექტორი ქეთი ნემსაძე. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. მე ხუჩაბათამდე გემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.